დღესაჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ციტრუსის სეზონის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის პირველი მოადგილის იოსებ აბულაძის თქმით 65,000 ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ამ დროისთვის ფერმერების 99%-ს 10 თეთრიანი სუბსიდიის თანხა მიღებული აქვთ. რაც შეეხება 15 თეთრიანი სუბსიდიის თანხას, იოსებ აბულაძის თქმით დოკუმენტაციის დამუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც თანხების გაცემა დაიწყება. გაუსაღებელ ციტრუსსა და ფერმერების პრეტენზიებზე ქობულეთის გამგებელმა გიორგი რომანაძემ განაცხადა, რომ მეციტრუსები მანდარინის ფასის გაზრდას ელოდნენ და გაუყიდავი ამიტომაც დარჩათ. სეზონი იყო წარმატებული. იმდენად რამდენადაც მოხდა 65,000 ტონა სტანდარტული ციტრუსის ექსპორტი უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის კიდევ სხვა საზღვარგარეთის ბაზრებზე, ასევე 13,000 ტონა არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავება მიიღო და გადაამუშავა ქობულეთის საკონსერვო ქარხანამ. არის მანდარინის დღესაც აქვს ფასი და ისიც ნათოვარი მანდარინი, რომელიც მოსახლეობას ხეზე ქონდა, რომელიც გადარჩა. ისიც იყიდებოდა წარმატებით. 35 და 41. ბატონო? ფასის მატებაც ემატებოდა ძალიან ბევრი.